ერთი ძალიან მაგარი ღადაობა უნდა გითხრა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს შენი მომავლისთვის. ნახე, აპრილის თვეში, როცა გადავიღეთ 90 ვიდეო, ну, ცოტა ხისტი ვიდეოები გამომივიდა მესმის, ყველაფერი, ну, ხალხისგან წამოვიდა კრიტიკა და რჩევები ჩემს მომავალზე ძალიან ღელავდნენ ჰეითერები როგორც ჩანს და მითხრეს თუ ესე გააგრძელებო ვიდეოების გადაღებას გიორგი, ხალხი წავა და აღარ გიყურებსო. ანუ ვღელავ თუ შენს მომავალზეო. იცი რა მოხდა სინამდვილეში აპრილის თვეში? ციფრები ხო გაინტერესებთ, ყველაზე მთავარია რიცხვები. 280,000 გამომწვევი ყავდა, 282,000 გამომწვევი ყავდა 4-ვე სოციალურ ქსელში ჯამში: TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე და Facebook-ზე. დღევანდელი დღის მდგომარეობით კი ყავს, დღეს არის 19 მაისი, ну, სტატისტიკა საჩვენებს 17 მაისის, 294,000 გამომწვევი ყველა სოციალურ ქსელში. ანუ როცა ხალხი მეუნებოდა რომ ხალხი წავა, რატომღაც 12,000 გამომწვევი ახალი გამომწვევი მოვიდა აპრილის თვეში. რას ნიშნავს ეს? რა არის ამ ვიდეოს მორალი? როცა ადამიანების უმეტესობა რაღაცას გირჩევენ, ყველაფერი უნდა გააკეთო ამ რჩევების საპირისპიროდ. იმიტომ რომ სად არის ხალხის უმეტესობა? არიან ჭაობში და არიან წარუმატებლები. მე ბოლო 5 წელია ხალხის უმეტესობას არ უსმენ, უსმენ მხოლოდ მათ, სადაც მინდა რომ თავად ვიყო მე, არა სიტყვებით, არამედ მოქმედებებით. და ბოლო 5 წელია მოგზაურობ სოფლიოს გარშემო, გამოვიმუშავებ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ვარ ძალიან ბედნიერი. რას გააკეთებ ამ ვიდეოს მერე? შენ ვის მოусმენ? შენი გადასაწყვეტია.